სამშვიდობო მისიებში. გამარჯობა ბატონებო! ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც ტრადიციისამებრ წარმოდგენილი იქნება სამხედრო კომპონენტი. თავდაცვის ძალები განსაკუთრებით მიმზადებით დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში ჩასართვლად და დღეს გაიმართა უკვე რიგით მეორე რეპეტიცია, რა დროსაც მიმდინარეობს იმ საკითხების დახვეწა, რომელიც უკვე წარმოდგენილი იქნება 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში. მიმდინარეობს მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამჟამად ვიმყოფებით თავისუფლების მოედანზე, სადაც 26 მაისს გაიმართება მთავარი ღონისძიება. რეჟისორთან ზუსტდება ბოლო დეტალები და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე და საქართველოში ისტორიულ სხვადასხვა ლოკაციებზე სამხედრო მოსამსახურე დადებს სამხედრო ფიცს. ასაღნიშნავია ისიც, რომ მათ უმეტესობამ საკუთარი სურვილით განაცხადა სამხედრო სამსახურში მსახურება. საკმაოდ მნიშვნელოვანია ფიცის დადების და განსაკუთრებით 26 მაისი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხვდებით საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილი და წევრები. მე პირადად წევანდელი ვარ მოსული ჩემინებით მოვაწერე ასე ვთქვათ გაწვევას ხელი და ჩემი სურვილი იყო რომ წავსულიყავი და მომსახურა ქართულ ჯარში და მიმიღო ის განათლება, რასაც ჩვენი სერჟანტები თუ ლეიტენანტები გვაძლევენ დღესდღეობით. ჩემთვის სიამაყეა და პატივი არის, რომ უკვე მე რამდენი წელია ვმუშაობ ქართულ ჯართან. ეს მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივია. წელს ტრადიციულად ფიცი დაიდება საქართველოს ისტორიის, კულტურის, საგმირო დიდების იმ ადგილებში, რომელიც უკვე ძეგლად იქცა და ქართველისთვის, ყოველი ქართველისთვის საამაყოა.